ვაგზელებთ ჩვენს გადაცემას, ძვირფასო მაყურებლებო, 24990 ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე გამცეთ პასუხი. ჩვენ მეგონი ყავს მსმენელი. ალო, გამარჯობათ. გისმენთ? როგორ ახართ? ალო? ალო. დიახ. როგორ ახართ? არა გვიშევს. თქვენ? მომისმენთ, რაც შეეხება დავდუბალაზე. ხო, პასუხის გაცემა გინდათ ჩემ კითხვას. ხო, ნუ შეიძლება ერთი კაი საპარკმახერო გაკეთდეს, სადაც აი კობალია და სათუთი სტილისტები თუ ასე. აი, არა, ქობალია პურის ცხობელი რო იყოს. ქობალია. აი, ალბათ საპარკმახეროში კარგად იმუშავება. აი, კარგი, ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. 24990 ჩვენი ტელეფონის ნომერი, ბანკი ქართულს გარშემო განვითარებული მოვლენები მაინც არ მასვენებს, იმიტომ რომ უკვე ეს სქემა ძალიან ნათელია ჩემთვის, ნათლად არის გაშიფრული და ეს არის ნამდვილად თაღლითური გარიგება. აი ესეთი კოღოს ნაკმენებივით მოქმედებენ, კოღოსავით მოქმედებენ უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლება, როდესაც აი რაღაცა ესეთ ივანიშვილის არ თუ ისე მნიშვნელოვან, მაგრამ ყოველდღიურ უკანონო გზებით მიღწეულ ზარალს ანახებენ ამ ბანკს. 24990 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო, გამარჯობათ. შალო. გისმენთ? მიწასთან დაკავშირებით მითხრა, ეხლა ხან ჩავთ რადიო მანქანაში და მე დავრეკე. რა საშიშროება შეიძლება დაგვებუქროსო, ხო ეს? ხო, თუ მიწა იქნება შეზღუდული, გაყიდვა იქნება შეზღუდული. მოდი დავსვათ ესე კითხვა, რომ მიწის გაყიდვა რა თქმა უნდა შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეზეც კი, მაგრამ უნდა იყოს განპირობებული სად. ხო, ეგ სხვა თემა. რაიონებში ეგ სხვა თემა. უკაცრავ. არა, უნდა განიცადოს საზღვრისპირა რეგიონებში, იმ ადგილებში, სადაც კომპაქტურად არის ჩასახლებული რაღაც მონოეთნიკური საზოგადოება, არა ჩვენი ქვეყნის ესე იგი თქვა წარმოშობის ამ კუთხით შეიძლება დაემუქროს გარკვეულწილად. ეგ კიდევ საკამათო საკითხია, ცალკე შეიძლება ვიკავოთ. მაგრამ ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ქართველობას გვართმევენ, ზოგადად არა, ეგ სისულელია, უბრალოდ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ეხლა პალესტინის მაგალითს თუ გავიხსენებთ. ბატონო? პალესტინას თუ გავიხსენებთ. როგორ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და ხოლანის მაღლობებს თუ გავიხსენებთ და იმ ახალ მოსახლეებს, ებრაელებს, რომლებმაც ფაქტიურად ესეთი ცოცხალი ანექსია გააკეთეს შესყიდვებით და ეხლა დიდი პრეტენზიები აქვს და ალბათ რეალურიც და კანონიერიც, იმიტომ რომ მათ ოფიციალურად იყიდეს ეს პალესტინელებისგან. ეხლა აქვს პრეტენზიები და გასაგებიც არის მათი პრეტენზიები. თუმცა ჩვენ ქვეყანას რამდენად აქვს ასეთი კომფორტი, აი როგორ გითხრა რა. გავიგე, უბრალოდ მე არ მომწონს პათეტიკა. არა, ეს იდიოტიზმი ახლა ჩვენ გვაქვს ეს ერთი იმიდან მეორე უკიდურესობაში და ის უბედურება რაც ჩვენ გვჭირს ზოგადად. ამაშია საქმე. ანუ თავარი პრობლემა ის არის. პრობლემა შალო არის იმაში, რომ ესე იგი რაც არის პირველხარისხოვანი ხალხი ამას არ უყურს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ჩვენი ქვეყნის პრობლემა იმაშია, რომ ბაზარი თავისუფალი არ არის. არ არის კონკურენცია, არ არის და რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნულება შეზღუდვა, არის შეზღუდვა. ტრადიცია ესეთი საქართველოში ყველა იმ დაკრულზე ცეკვავს როგორც დაგიკრას. ძალიან დიდი მადლობა რომ დაარეკეთ და თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ, კარგად გზანდებოდეთ. რა თქმა უნდა მე აი ამ მსმენელს ვეთანხმები რომ რა თქმა უნდა არის აბსოლუტური სისულელე და რეტროგრადობა და რაღაც კუნაპეტობა იმის თქმა რომ აი არაფრით დიდებით არც ერთი გოჯი ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. არის შეზღუდვები რაღაც გარკვეული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება ამაზე დავადაფიქრი თუ სად შეიძლება იყოს ეს შეზღუდვა, მაგრამ ზოგადად მე ვარ მომხრე იმის რომ დააზარმა, დაარეგულიროს ყველაფერი, ყველა სფეროში, უბრალოდ თითქმის ყველა სფეროში. არიან ადამიანები, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის ჩენა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ და ასაკიდან, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ უზრუნველი ცხოვრება კონდეთ, რომ კონდეთ ღირსეული ცხოვრება, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჯანსაღმაო, ხელფეხის და ტვინის მქონე კაცმა და ქალმა თვითონ უნდა იშოვოს გამოსაკვები ფული და ამას უნდა მივახციოთ იმით, რომ შევცვალოთ ამ ხელისუფლების
დამოკიდებულება შევცვალოთ დამოკიდებულება პოლიტიზირებული ეკონომიკისადმი ქალაქები კი არ უნდა ვაჩვენოთ ვაშენოთ ლაზიკები და შემდეგ უნდა გავეშვათ ამ ეკონომიკას რაც შეიძლება პატარა ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უნდა არ იყოს ბიზნესზე და ბიზნესმენებზე ესეთი წნეხი მიესალმები მორიგ მსმენელს ალო გამარჯობა შავლა გისმენთ აი წინა გამომცდას ვეთანხმები მე არ გეგონოთ რომ რაღაც უკიდურესად მემარცხენე ვარ მეც მემარჯვენე ვარ მაგრამ ზოგადად მიწების გაყიდვა ასე თქვენ რომ ამბობთ ვერ წარმომიდგენია მარტო დავაბრალოთ საბაზრო ეკონომიკას მე აი სურებელი ხალი ვარ წარმოშობით იქ არ მიშოვია მაგრამ ჩვენთვის ის რამიშვილი ხარ რამიშვილი ვარ ჩემო აბა ვინ იქნებით აბა ვინ იქნებით ხო როგორ წარმოგიდგენია სურების ტყე და ის მიდამოები იყიდოს ჩინელებმა და თითოეულ ადამიანს რომელიც დარჩენილია იქ ისინი მონება და მოსამსახურებას დაუდგეს ხო არაკარა ეს რეალურია და შალვა კიდევ თუ სურების ტყე გაიყიდება თუ სურების ტყე გაიყიდება ჩვენ კანონში ვერ ჩავწერთ რომ ჩინელს არ შეუძლია მისი ყიდვა გესმით თქვენ ეს ისა შალვა ის ყოფიერებას ცნობიერებას განსაზღვროს ყოფიერება ხო გაგიგია რა აი ეგ ახლა ხო და მარქსმა თქვა ეგრე ხო და მარქსმა ეს ერთადერთი ბევრი თქვა სწორი მაგრამ ხო გეუბნები მუდამ აბრალებ მემარცხენეობას ეს მე მიმაჩნია სწორად ეს ის გადაგებული გონება დაბინდული ადამიანი იმ ქართულ მიწას ვიზზე მიგაყიდის როგორ გაყიდის და საბოლოოდ ვიზარჩება ჩვენი მიწა-წყალი ესეც საკითხავია მე ახლა ეკონომიურად არა ვარ გალაღებული მაგრამ მეც მაქვს მიწა მაგრამ ვიტმენ რომ ის მიწა კაპიკებში არ გადავაგდო რაღაცას გეკითხებით მიწა ხო აქვს ვიღაც გლეხს ურებელ გლეხს ვალიკოს რა ის ხო მისი უფლებაა გაყიდის თუ არა ხო ხო და გაგირებული გლეხი ზოგადად ყურზე გადაგებული გლეხი იმას კაპიკებში გადააგდო რაღაცას გეკითხებით რა მემარჯვენე ვარო იმამ ჩვენ უნდა აუგრძალოთ ამ გლეხს მიწის საკუთრების გაყიდვა უნდა კანონით აუგრძალოთ მე არ აუგრძალავ მაგრამ იმას შეუქმნი ისეთ პირობებს რომ ის ისეთ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდეს რომ ეს მიწა გაყიდოს და ის შენი სურების ტყე ბახმარო ის ყველაფერი დარჩეს ვიღაცა გადამთიოს ერთი წუთით რა რომელსაც იმდენი ფული აქვს შენ ყოველთვის გაჯობებს და იმას მონება გახდეს ქართულ ხალხს არ გვინეს პათეტიკა არ არის არ ახლა მომისმინე შალვა ზედმეტი უკომპლექსობა კომპლექსია დამიჯერე შენ იმდენად უკომპლექსოდ მოგავს თავი რომ კომპლექსურად მეჩვენები არ გამიგოს სხვანაირად ისეთი ჭიერი ბიჭი ხარ სხვა რაღაცას გეკითხები მაგრამ შენზე ნაკლები რამიშვილი ნამდვილად არა ხო და აუ გაგეტყობათ კაცო მაგრამ სხვა რაღაცა მინდა კითხოთ დიახ მოდით ვილაპარაკოთ დინჯად და მივიდეთ კი ბატონო კი შენ ბევრჯერ არაცლი ადამიანს და მე ვცდილობ რომ მოვასწრო ახლა უყურეთ თქვენ ძანებთ რომ ხართ მემარჯვენეობის და ზოგადად საბაზრო ეკონომიკის და რა ვიცი დასავლური ცხოვრების წესის ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის ის რომ საკუთრება არის ხელშეუხებელი საკუთრების განკარგვის უფლება უნდა ჰქონდეს მესაკუთრეს რაც იმას ნიშნავს რომ ვისაც უნდა იმას მიყიდეს გეკითხებით ეხლა უკვე არა ემოციების დონეზე ჩვენ ქართულ გლეხებს ან მიწათ მფლობელებს უნდა ავუგრძალოთ მიწის გაყიდვა კანონის დონეზე გეკითხებით არ მინდა ეს მე კარგო ეხლა დემოგოგობაში ნუ გადადიხარ მე მსმენელი რომ ისმენ ძალიან კარგად გებულობს რასაც ვამბობ აუგრძალოთ და მიუგრძალოთ მაგრამ ეროვნული საკითხი რაღაცა ქვაკუთხედი ქვეყანას იდეოლოგია და კანონში როგორ ავსახოთ პატარა მოწუწკნო ქვეყანას შენ იცი თუ არა ჩვენ თბილისზე სომხები გვედავება აი სპიტაკის ამბები რომ მოხდა რომ შევიცოდე სომხი და მიწა ქსენოფობიაში ნუ ჩამომართ სხვა თემაზე საუბრობ საკითხავიაო თბილისი ვისიაო იცი შენ თუ არა სხვა თემაზე სერიოზულად საუბრობ ხალბატონო ეხლა რაღაც ჭორებზე ხო არ საუბრობ არ არის ჭორები ეს კარგი ნუ ვიღაცამ რაღაცა შტერმა რაღაცა თქვა მაგაზე არ გვინა კომენტარი გაკეთება ბიჭო ილია ლაპარაკობდა მაგას და მე მაშინ ჭორებზე ლაპარაკობდა ილია კარგი სხვა რაღაცას გეკითხებით ხალბატონო მოდით გეკითხებით როგორ თქვენი აზრით ეს არის პრობლემა უნდა გადაჭრას სახელმწიფომ ხო სახელმწიფომ ეს პრობლემა როგორ უნდა გადაჭრას უნდა გამოსცეს კანონი შესაბამისად გეკითხებით თქვენ ჩვენ უნდა აუგრძალოთ მიწათმფლობელებს საკუთრების გაყიდვა მარტივი შეკითხვაა ხალბატონო უცხოელებზე ხო და განსაკუთრებით აი დაუშვათ სასაზღვრო მიდამოებში უცხოელებზე მიწა არ უნდა გაიყიდოს ჩინელმა რო საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს
მაშინ უნდა გავყიდოთ? ჩინელი ხვალ 10000 რო ჩამოვა 100000 ერთ წელიწადში გახდება და შენი 3000 ის 3 ჩაყლაპავს ვერც გაიგებ. ანუ ჩინელმა რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ჩინელი რო იყოს. უნდა მივყიდოთ, ანუ პრობლემა არ იქნება თქვენი აზრით. მოიცა რატო უნდა მოიცა ჩინელებს არა ვარ მომხრე რომ ჩინელებს საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭო. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელსაც არ მივანიჭებთ მოქალაქეობას. ჩინეთი ჩაყლაპავს შვილო, ჩაყლაპავს. დიდი მადლობა. შენი სამი შვილი ჩინოს გინდა? ჩინეთი კი არ ჩამყლაპავს, კალბატონო, მე მყლაპავს სხვა რაღაცა, მე მყლაპავს ეს სიბნელე რა, რომელიც სუფევს ჩვენს ქვეყანაში და ამ სიბნელით სარგებლობენ ეგრეთ წოდებული დემოკრატი ლიბერალი ხელისუფლები, რომლებიც აი აჩვენებენ დასავლეთს, რომ აი ესეთია ქართველი ხალხი. რა ვქნათ, ვაკავებთ, რომ თლად კუნაპეჩი არ ჩავიძიროთო და ეგ არის პრობლემა, სხვა რამე კი არა. ამიტომ არიან ამდენი ხანი იქ მომჯდები სადაც არიან და ამიტომ აქვს დასავლეთის ხარდაჭერა, რომ ეუნებიან დასავლელებს, რომ ქართველი ხალხი ბნელია, უიცი, კუნაპეტი და როგორც კი ჩვენ არ ვიქნებით იმ წუთში ქსენოფობია იმძლავრებს და კომბლებით გამოეკედებიან უცხოელებს და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ ესე არ არის და მე ვიცი რომ თქვენ ყველანი ბევრნი სხვანაირად ფიქრობთ. უბრალოდ გამწარებულები ვართ და ვაბრალებთ ჩინელებს, ვაბრალებთ უცხოელებს, უცხოელებს, ხო საკუთარ თავს არ დავაბრალოთ რომ პრობლემები გვაქვს და ისინი არიან დამნაშავეები, ვიღაცეები. არ არის ეს ასე. ტაქსისტი შევხვდა გუში, სულ ეს მაგალითი მომყავს. ტაქსისტი ჩინელი კი არ იყო, ქართველი იყო ისიც და ხურდა არ აღმოაჩნდა რომ ტაქსისტ და მიდი გადაახურდა და თუ შეიძლება კინის ფული მომიტანიო. აი ესეთ ტაქსისტი იყო. ხა ის ტაქსისტი რა ჩინელებმა დაუბრუნეს გონება, არ იცის მუშაობა უბრალოდ. არ არის ამ საქმისთვის გაჩენილი და არ ეყოლება ბევრი კლიენტი, რომ მე მეორჯერ მანქანაში არ ჩავждები და იქნება ისა რა ქვია, ცოტა ფული ექნება და მე რა იტყვის ჩინელებმა დამაქციესო. არ არის ეს ასე თვითფასო ტელემაყურებელი და რადიოსმენი. თუ ვწდები, მეკამათეთ, ოღონდ თუ შეიძლება პათეტიკის გარეშე, იმიტომ რომ დილა არიან, დილის 9:15-ზე პათეტიკა არ არის, მაინც ასე. ალო, გამარჯობა. ალო. 2-4-460 გაითიშა ტელეფონი. 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ჩვენ ყავს მენელი მე მგონი? კი. ალო. ბაგოშალვა. დიახ. გამარჯობა. დიახ. აი რა კალბატონის მინოსოდა სურებიდან კითხვას. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. კი ბატონო, არა უგზავნოთ უცხოელ მოქალაქეებს იქიდან ჩვენ ტერიტორიაზე მიწები და ასე შემდეგ. აი მე ხო სულ ესეთ ერთ წაგეს ქართველები რომლებიც ცხოვრობენ სოფლად. რატომ არ შეიძლება ხელი შეუწყოს სახელმწიფომ კრედიტების სახით, რომ არ იყოს ნიჟულებული გაკიდონ ეს მიწები. ეგ რა თქმა უნდა, ეგ სხვა საუბარია. ეგ საერთოდ არის სხვა საუბარი. იმ უცხოელისთვის მიწა ორი კაბიკი კი არ უნდა ღირდეს. შეიძლება რაღაცა სოფლის მეურნეობის დახმარება პროგრამა იყოს და ეგ შესაძლებელია, რა თქმა უნდა. მაგაზე არ არის საუბარი. მაგრამ ზოგადად საკანონმდებლო დაავსახოთ, რომ ამ ჩინელისთვის ეს არ შეიძლება და ებრაელისთვის შეიძლება, ანუ ეს არ არის სწორი. ეს არის უკან დახევა, ეს არ არის. მთელი მსოფლიო მიდის სხვა მიმართულებით. სოფლიოს ის ნაწილი, სადაც მე მინდა რომ ცხოვრობდე. აი სომხები რატო არ გედიან მისოც უცხოელებს? მე რა ვიცი სომხები, ეხა არ მათქვენია და სომხები არ მაინტერესებს რა. რატო სომხები ჩამოდიან ურეხში და ბასიურად ყიდულობენ ტერიტორიებს? და რა აკეთებენ? მე რა იქნება? რუსები ყიდულობენ საფრანგეთში, ნიცაში და ეგრე ბერეზოვსკიზე არ არის ლაბარაკი. არ არის ბერეზოვსკი. კარგია ესე იგი რა. ის რო ჩავა იქ რო იქ იცხოვრებს ფულს დახარჯავს შეძლებული სომეხი რო ფულს დახარჯავს ქართველის ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჯიბეში არ შევა ის ფული ფულს რო დახარჯავს შალვა ჩამოიყვა სომხეთიდან სომხებს ჩინელებს და მოხდა ასიმილაცია ჩვენ საწინააღმდეგო რა ნიშნავს ასიმილაცია მოხდა ასიმილაცია ეს ქართველების ყივჩაღები რო ჩამოიყვანა იმ ჩვენმა მეფემ ასიმილაცია მოხდა და რამე დაშავდა გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა იმისათვის რომ ებრძოლა იმას და ქართველებს ხომ მოხდა ასიმილაცია რა იცი ხა ჩვენ ვისში რამდენი ყივჩაღურის ის ნუ ფიქრობთ აი ესეთი კატეგორიები ბატონო მომისმენთ ქართველები გარბივართ ამერიკაში აი ქალბატონმა დაალეკა ამერიკიდან იმიტომ გაბრივართ ჩემო კარგო რომ ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ გაეშვას ეკონომიკას აქვს ოლიგოპოლიები აქვს მონოპოლიები და ამიტომ გვიჭირს ჩვენ და ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რომ
იმაზე კი არ უნდა ვინაღლოთ, რომ ჩინელები და ქართველობას გვართმევენ და სომხებმა აიღეს ეს მიწები. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ბაზარი, თავისუფალი ბაზარი იქნება და რა თქმა უნდა მდიდარი ჩინელი, არაბი, სომეხი, რუსი ჩამოაქვს და ფულს დააბანდებს. მით უკეთესია ამ ქვეყანაში მაცხოვრებელთათვის ეს როგორ არ გესმით? კი არა, მესმის შემოშოვა, მაგრამ ეხლა უკვე დაბახმელაში არაბმა იქიდან დიდი ტერიტორია შემოღობა, არაბები არ აკეთებს და იქაური მოსახლეობა ვერ ახერხებს როხა და ცხვარი შეუძლოს და აბალახოს. რა ქვია ამაზე ხო? რას აკეთებს ის არაბი? ის არის შემოღობა, მე აღსრულებს ალბათ ასრულოს იქ დაბახმელაში. ანუ ეს საძოვრები ვისი იყო უკაცრავად? ეს საძოვრები იყო დაბახმელის სოფლის იყო ალბათ. ეხლა კერძო პირები შეიძლება არ იყო, მაგრამ სოფელი იქნება ალბათ. ეგ გასარკვევია, ეგ საკითხია, უნდა გავარკვიოთ. მე მინდა ბაგროშოვ ერთი რაღაცა კითხა. დაი ბიზირა ივანიშვილმა შესავაზა პრეზიდენტს $1 მილიარდი იმისათვის რომ სოფელი ამოკაცულიყო. ესე აკეთებდა მიშა. გამიგდა ვარი მიიღეს, გამიგდა კახა ბედუკის ეუბნება არ არის საჭირო სოფელში ჩაიწყოს. ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე და ამ პროგრამას განახორციელებს გარანტიას. ბაგროშოვ არა გვაქვს იმდენი ტერიტორიები, აი სურებზე იყო ლაპარაკი. ჩინელები მოერწევიან იმ ხეთქეს ისე დაერატო სურებში დარჩება 2 წელი ხე. არა, ეხლა. როგორ არა, არ ვიცი რა ხო. სვანეთი რებაჭი ხეები იქნება, როგორ სხვა თემა, არა, ეს უკაცრავად ჩვენ ალბათ იქნება რეგულაცია, რომ გაყიდულ მიწაზე ესეთი ვანდალური აქტები, როგორც არის გაჩეხვა ტყის და რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ეგ რეგულაციის თემა არის. ეგ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ დაუდოს პირობა, რომ ტყე არ უნდა გაიჩეხოს. ეგ ვიცით. ჩვენ ეგ თუ ეს ხელისუფლება მას არ აკეთებს, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ნორმალური ხელისუფლება გააკეთებს. დიდი მადლობა. 249-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. და ეხლა ჩვენ სტუმარი მოგვივიდა ბაძო და პრომოს შემდეგ იგი შემოვა სტუდიაში. სტუდია GNS-ი წარმოგიდგენთ. თუ გაინტერესებს რა ხდება შენს გარშემო. თუ გჭირდება მეტი ინფორმაცია. ნაციონალობის ანგარიშზე გადარიცხული აქვთ 20-ობას მმართველი ნაციონალური სახით 14 მილიონ ლარს. პირადობის მოწყობაც თვითმმართველობის არჩევნებისათვის გააკალდეს. ჩვენი რეპორტაჟები ჩვენი რეალური ცხოვრების შესახებ. რატო დამყოლი? უკან დამყოლი, რატო დამყოლი? ყოველ კვირას. საღამოს 9 საათზე. უშინას მოვიდა გამგებელდერმა და ისოს ჩხუბი. რამდენიმე საათში მათ მთავარი პროკურატურის თანამშრომლები ერთ-ერთ რესტორანში აკავებენ. კვირის რეპორტაჟი. ინვესტორსო როგორც საუბრიდან ჩანს, სასოფლო ფურცია. დაახლოებით ხამის 2 საათზე იქ სპეცრაზმი შევიდა და მიწიდან 1,700,000 ევრო ამოიღო. არ შედა. ის რასაც ხვალთან ვერ ნახავ. მაესტროზე. კაი გამარჯობა თქვენი. ყოველდღე შაბათ-კვირისგან. ოდანა, ვანა. 19 საათზე. სერიოზული და დაიწყებს ქრისტიან დემოკრატები, ესა ისა. თქვენ შეერთებული იმენი ლაპარაკი შეიძლება გააგრძელოთ. მაესტროზე. თქვენ შულს რომ ერთხელ შენიშვნას მისცემთ და ის არ გაგიჯერებთ, მეორე შენიშვნას არ მისცემთ. კი, მაგრამ ოჯახს სააგაშვილი აკრავს. კითხეს ხვებს. ბოლო იყო საათაშორისო რო უყურებ, ხა იმას დაემთხვა არ მოიკითხებენ. გათელა დასავლური ღირებულებები და შექმნა ფსევდო ინგლისური ენოვანი აღმოსავლური დესპოტია. ბიჭო, აზრზე მოვიდეთ. რა ვყავთ ეს საკათამთო კვერცხი. შალვა რამიშვილი და ნათია მიქიაშვილი. ყველაზე კარგი წამყვანი მსოფლიოში ჩემსმენა. რადიოდია თქვენთან საუბარ. თქვენთან რომ მოვდიოდი 100,000 კაცი მეუბნებოდა. არ წახვიდე, არ გამოჩნდე, გვარეს გიზამენ. ვეცდები სუბიექტურაში ობიექტური ვიყო. ობიექტური ტელევიზია შეიძლება იყოს ობიექტურ ქვეყანაში. სუბიექტური აზრი ობიექტურობის ზღვარზე. ჩამოვიდნენ გლეხები, ჩამოიტანეს ეს პატარა ტაროები და ზადავენ ამ ტაროებს გამოიყენებენ დანიშნულებისგან. მოკლედ მინდა რომ სინისტარო აღმოჩნდა. არაორდინალური ток-შოუ. ძალიან ადვილი და მომგებიან პოზიციაზე გახარ. შენი ამოცანა არის რომ გაწურებ უბესამიკიძე. არა ვარ მე ასე გასაძვრელი. ქართული ხალხი არის აღსაზრდელი, უდაბნოში უნდა გვატაროთ. არაფერი არ გააკეთეს. რომ კაცმა აქ თავისუფლად იგზნოს თავი. ციტა შეაგინა, მაგრამ კარგად არ შეაგინა. არ შეაგინა, იმიტომ რომ ორი სართულია და ჩაი ჩვენები როგორ აგინა. სუბიექტური აზრი.
ჩვენ ერთ-ერთი ვართ ბაძო მოვიდა როგორ ახლა თან ისე მოვედი რომ რაღაცნაირად კაშტის სპორტში ვაკის პარკის ლიდერი გშია გადახოდი გადამახვედრე არაფერი ან ძეხვიან რა ვინას მოგწევ სად მოხვედი გაღლედი რომ გამოგდებულ რა ნაგლია შეერატო მოვიტანე ძეხვი სად მოხვედი ხელი დამშვენდი უნდა დამემშვენდი გამოგდებულ ხელი უნდა დამემშვენდი შეხიზნულ და რაღაც ვიღებ შენიშნას всё აღარ თქვა მეორეჯერ ეგ ხო და რა მინდა გითხრა იცი აი ხო ლაპარაკობდით აი ამ თემაზე ცოტა ავღელდი რა იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ აი ეს მიმართულება დისკურსი ხო ზოგადად რომ ქართულობას გვაქვს იმიტომ რომ სომხებმა ჩინელებმა ვიღაცებმა კიდე იყიდეს მიწები თითქოს სომხებს და ჩინელებს ზიად ქართულება იყიდეს საკუთრება და ჩვენ ქართველებმა რა უნდა ვთქვათ ხო არაბებზე კიდე და ჩვენ საკუთრებისთვის რუსებზე არა აქვს ეგეთი პრობლემა წაგვიღეს ამ შეგვჭამეს ამ რუსებს პრაქტიკულად ყველაფერი რუსებს არა და ყველაფერი რუსებს აქვს და მაგაზე ისე რა უცნაურია საზოგადოების ამ წევრებს რუსებზე პრობლემა არა აქვს შეგვჭამეს ამ რუსებმა არ იძახიან შეგვჭამეს ამ სომხებმა რა ჩინელების მეთყობა სხვა ის არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან უკვე ვერ არიან ბევრი პირიქით მიდიან რა საერთოდ საერთოდ ხო გავიგე მაგრამ წარყვები ახლა იმაში გავაკეთე წეროვანში გადაცემა ხო აკრედიტაციის გარეშე და იქ ჩინელების მაღაზია ვნახე რა ბევრი რაღაც სისტულელი ელაგა ხო და ბოლოს კითხე ქართული იცოდნენ თან სხვა შორის ძალიან მაგარი ხალხია ქართულად ლაპარაკობენ რაღაც ბიზნესისთვის საჭიროა ქართული ლაპარაკი და სწავლობენ ქართულს აბა ჩინური ისწავლოს მე ჩვენ და თქვენს რომ არ არისო ვაჭრობაო აი ეგრე პირდაპირ ვაჭრობა არ არის თქვენს მიდიან კაცო ნეტა ბევრი ჩინელი იყოს ჩამოსული რაღაცა ყიდვა გაყიდვა იყოს და რაღაც ამოძრავდეს და ეს ხო ინდიკატორია რომ კაცი ყიდვა გაყიდვა ჩინელის ჩამოსვლაზე არ არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ჩინელიც არის აი მე მოვიტანე ერთი წიგნი ეს კაცი თქვენ ეთერში იყო სტუმრად და სამწუხაროდ ვერ უყურე ამ გადაცემას ვერც აღამოს ვერც დილით ეს არის ტომას დე ვალის საქართველოს არქივი მიშას სურათი ხო და აი მაგ საკითხებზე წერს ეს ადამიანი და სხვათა შორის ყველაზე ობიექტური და ესეთი ანალიზი ხო საქართველოს მდგომარეობის რაც მე წამიკითხავს ან მომისმენია არის ერთ-ერთი ეს რომელიც არც არაფერს უკარგავს სწორად გადადგმულ ნაბიჯებს აღიარებს მას ნიჭიერ ადამიანად თქვენთანაც თქვა ხო თუ არ ვწდები მაგრამ ძალიან ბევრ საკითხში ცდილობს თვალი აუხილოს ყველას რეალურად ახდება. ხო და მოდი ეკონომიკაზე რა. შენ ხო ეკონომიკაზე ეს ადამიანი რას წერს პირველი აი თომას დევალზე საუბარი. ხო ეს ადამიანი წერს რომ და აი ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ ამ წიგნის ჭრილში ყოფილიყო მოწვეული სტუმრად და სწორედ იმ რაც მას გამოტანილი აქვს ჰედლაინებად ხო აი ამაზე ყოფილიყო საუბარი და მე და შენ ვილაპარაკოთ ეს კაცი იწყებს იმით რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა რომ მაქსიმალური სერვისი გაუმჯობესა ქართველ ადამიანებს და მოდერნიზაცია ქვეყნის მოახდინა რიგი მიმართულებებით ამას ხო ვინმე ხო არ უარყოფს არა არა აეროპორტი იქნება საბუთების აღება იქნება რეგისტრაცია იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ეკონომიკა ძალიან ბუნდოვანი და გაუგებარია, ეს აი პირდაპირ წერს. შემდეგ აი ეს ცნობილი GDP რაც არის, ხო? ეს ინდექსი. ეს ადამიანი წერს, რომ საქართველოს არის მეზობლებს შორის ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხო, სომხებზე და აი აქ არის პირდაპირ მოცემული გრაფიკი. აი პირდაპირ გრაფიკი არის მოცემული ჩვენ ვაჩვენოთ ესე იგი მოლდოვა არის ბოლო ადგილზე და მე ვარ საქართველო ხო ჩანს კაცი ჩანს ალბათ საქართველო ხო ამ კაც სწორად აღნიშნავს აი სოფლის მეურნეობის საკითხებზე რომ ქვეყანას რომელსაც აქვს ესეთი ნაყოფიერი მიწები ამდენი ტერიტორია იგი მისი სინგაპურიზაცია ხო რომელიც პრაქტიკულად ქალაქია ხო აი ეს ადამიანი აღნიშნავს რომ სინგაპურიზაცია და ევროპული სახლი ეს არის ორი სხვადასხვა პოლუსი. სინგაპურში 52 წელი არის ერთი მართველი პარტია არის. შეიძლება არ არის კორუმპირებული, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გამაგრებულები მაგრად არიან. ეხლა ეს ease of doing business ეს ცნობილი ისა სატრაბახო სააკაშვილის და მისი პირველი სოფლიოში ხო? ხო, მე-12, არა, პირველებს არ ეძახე, მე-12. ეხლა რაშია საქმე? მე და შენ ვქმნით ფირმას და გვინდა სერიოზული ბიზნესის დაწყება. აი ჩვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია საბუთებს 1 საათში ავიღებთ თუ მეორე დღეს
თუ მერე რა პირობები გვექნება ბიზნესის. აი, მერე პირობები, რაც ქვია, ესე იგი, გარემოს კეთილგანწყობა და კონკურენტული არიან გარემოში შესაუბრებთ რომ მოვდიოდი. არა, მარტო საგადასახადოზე არა, საგადასახადო უარესიც აქვს, მაგრამ აქ ლაპარაკი არის სწორედ იმ პირობებზე, რაზეც ჩვენ საუბრობდი, მონოპოლიზაცია, ესე იგი, გაჭყლიტვა ბიზნესის და ასე შემდეგ. აი სინგაპური და შვეიცარია რატო არის ესეთი მაგალითის მოსაყვანი ქვეყნები, რომ სინგაპური პირველ და მესამე ადგილზეა ამ ორი ინდექსით. შვეიცარია არის მესამე და 27 ადგილზე. რუსეთში, ხო? რუსეთი არის 123 ადგილზე ბიზნესის დაწყების სისწრაფით და ანუ ბიუროკრატიული მანქანა ძალიან რთულია. მაგრამ შემდეგ გარემო ხამახასიათებლები, ხო? ანუ შემდეგ ჩვენ გვასწრებს. აი 75 ადგილზეა და ჩვენ ვართ 93 ადგილზე ვართ. ჩვენ ახლა ტიხარს გავუშვებთ სულ ცოტა ხანში და შემდეგ უკვე დავგნებთ და ნახევარშესრულა, ნახევარ საათი კიდევ ვიქნებით ზაზახუციშვილი არის ჩვენი ტელეფონის ხაზზე არა ჩვენ სტუდიაში და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ეს ბოლო ნახევარ საათი. შაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ოპოზიციაში წარმოგიდგენიათ მინდა 2012 წელს რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ღამის 10 საათზე. მე დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო რა ხდება აულებრის სასახლეში. პირდაპირ სათქმელი. ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ სულელთან. საზოგადოებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად არის სიმართლე და სად არა თუ მითითებები უნდა მივცეთ. თუ ადამიანმა ერთხელ გაიკვლია გზა რუსეთში და ხელი სისხლიანი ხელი ჩამოართვა ბატონ პუტინს, ეცეთ რას ნიშნავს? პრეზიდენტ თავშივე ჩართხა ურო. პირდაპირი ნათქვამი. ამბობენ რომ თუ გინდა კაცი გაიცნო, მიეც იმას ფული და ძალაუფლებაა. ძალიან უცნაური კითხვაა, უბრალოდ ხა რომ არა ვთქვა ცოტა შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მე შეაფასებთ თუ შეგიძლიათ განცდით პასუხი. ჩვენ ამ ტიპის შხამზე დიდი ხანი აცრეგლები ვართ. ეს ასე იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებით, რომ იმეც და რუსთავიას უყურებდეს პირდაპირ ეთერში. ეხლა რომ ამტკიცო ეგრე არის დაახლოებით არის ის რომ ამტკიცო რომ სპილო არა ვარ. მე მაინტერესებს როგორ შეაფასებთ თვითონ ამ ფაქტს. გზავნილი იყო დროა ვიცოდეთ სიმართლე. ოპოზიციის ელექტორატი არის ნიჰილისტურად განწყობილი ცვლილებების შესაძლებლობის მიმართ. პოლიტიკური დღის სატელევიზიო რეზიუმი. გარშემო რეალობა იცვლება ბევრად უფრო სწრაფად, ვინმე ჩვენ აღვიქვამთ. ხელისუფლებაში არის ასეთი სხვადასხვაობა. არა, სულ სხვა ასპექტი მაინტერესებს ამის. შენ მოსახლეობაზე დახოცავ და მეორე დღესით აღუნის ჩაატარებ ეროვნულ ინტერესებზე და ღირსებაზე მუხარი ლაპარაკი. გულახდილი საუბარი ეკაბერიძესთან. აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზეც, რა უნდა მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის და რა ვერ მოახერხეთ. ჩვენ ვართ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენს ირგვლივ გარემო იყოს თავისუფალი. პირდაპირი საუბარი. ყოველ სამუშაო დღეს. რატომ იყო ვარდების რევოლუციამდელი ბავშვი უფრო ჩამორჩენილი? თქვენ უფრო კარგად გეცოდინებთ. ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ასეთია. საღამოს 8 საათზე. ეს ცალკე თემა არის, კი ბატონო. ბატონო თავადა წავით. ეხლა პირდაპირ ეთერში ვარ. არ მოგცემთ უფლებას ყოველის თქმის. მაესტროს ეთერში. კი ბატონო. ბატონ დავით. მე არ ველი რაღაც ძალიან პეცული მებს. აი რომ მოისმინა რომ ქართველებსაც უნდათ, იქვე თქვა, რა თქმა უნდა ამოშალეთო. მედინიერი ხარ რომ გაონი გაგიორდაბდეთ გადასახადს. მაგას შუქი გამორთეთ ნაგავს წერს. კითხვები, რომლებიც იწვევს კამათს. ნაციონალური მოძრაობა უხდიდა ფულს დამეხმარე არჩევნებში. დამეხმარე არჩევნებში არა, გამაყალბებინი არჩევნები. შენამიწია ექნებკა. ერთი რეპლიკა ოქრო თუ ყველაფერში ცხვირი ჩაყო, ჩხუბი გარდაუვალია. სწორედ ამ პრინციპით იქავით შერჩეული გადაცემაში. პასუხები, რომლებიც იწვევს მსჯელობას. 20% ეს არის პირსისხლიან ხელისუფლებაში, 80% ოპოზიციაში. სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში რეფორმები განსახორციელებელია. დებატი აქტუალურ თემებზე. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი. ჩვენ ხასიათში გადაგვივიდათ მე კონფლიქტი. ამ 5 ჰექტარზე. დავიგე გიორგი. 1 ჰექტარზე. აი დავიგე გიორგი. აი ესეთი სიმინდი. მე არ მინდა დასავლეთ საქართველოს. სადი არის ისეთ ადგილზე წამოეხლა ერთად ვიაროთ ხონში, სანდრედიაში, ბაღდადში. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. უკაცრავად ჩვენ ამსკით ახლა გადაცემით თემას. საკოს სახილი და მოედნებზე შეკრებები აწყდება საქართველოს ტერიტორიულ თემებს. კონვერგენცია უნდა მოხდეს, ამან ცოტა ამან უნდა გაწოს, ცოტა ამან. აი ხო ყველაზე კარგი დრო ამის. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. ჩვენი საქმე, თქვენი ინფორმირება.
მთავარი პრინციპი ობიექტური, ზუსტი, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ გვაკონტროლებს მხოლოდ მაყურებელი. ახალი ამბები მაესტროზე. ნამდვილი ახალი ამბები თქვენი დროით. ახალი ამბები თქვენი დროით. ნუ ხა ისე რა შემოშვების? არა. ხა თვითონ არ იმაშვებიან და თქვი ეთერში ყოფილიყო. შავსიაში ყოლიათ ვაზონ თქვა. ინფორმაცია. რაღაც ესეთი ინფორმაცია. კარგი, აბა ეს ინფორმაცია. ხო, საუბრობთ რაზე? ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და შემდეგ გარემოზე. და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხალხს, რომ აი აქ მოცემული აქვს ამ ადამიანის გრაფიკი. აი ვაჩვენოთ ჩვენ. და მეწმუნეთ ახლა სიტყვაზე თუ არა და ეს ციგნი უკვე ნათარგმნიც არის ქართულად და შეგიძლიათ შეეძინოთ და ნახოთ. იყიდება ეს ციგნი? კი. ბიზნესის დაწყების მხრივ საქართველო არის მართლა მე-12 ადგილზე, მაგრამ შემდეგ უკვე გარემო 93-ზე და აი ამ სიიდან ამას რა თქმა უნდა არ ახმაურებენ. ხო, მეორე ინდექსი არ ახმაურებენ, რა თქმა უნდა. 93 ადგილზე ვარ და მხოლოდ სომხეთს უსწრებთ, რომელიც 98-ზეა და რუსეთი არის 73-ზე. ამ სიაში და ნუ აზერბაიჯანი და სხვა ესტონეთი ხო რა თქმა უნდა გვისწრებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი სინგაპურს და შვეიცარიას ეს ინდექსები ძალიან ახლოს აქვს ერთმანეთთან და ჩვენთან აი ძალიან დიდი ის არის. რაც შეეხება ხა იმ აი სიღარიბის იმას რომელიც ჩვენ თქვით რომ აი მოლდოვას შემდეგ ყველაზე ღარიბ ქვეყანა თulis ხო აი აქ მოცემული აქვს კიდევ ერთხელ ვაჩვენებ ამ ჩვენ მაყურებელს ამ გრაფიკს და აქ წერს რომ 2010 წელს გამოკითხულთა 25% იძახის რომ შია შია დავიწყოთ ამათთვის 20% და 42% რომ იძახის რომ საჭმელი აქვს, მაგრამ ტანსაცმლის ფული არ აქვს 42%. ღატაკი ქვეყანა. ეს არის ღატაკი ქვეყანა. ეს არის ეს ინდექსები და მე ძალიან მინდა რომ თუ კი მომავალში იქნება საშუალება კიდევ რამდენადაც ვიცი საქართველოსია თუ არ ვწდები ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა 2-3 დღის წინ და აი ამ კონკრეტული მეებზე შეიძლება იყო კიდეც ამაზე საუბარი იმ გადაცემაში სამწუხაროდ კიდევ მე იმის თქმა მინდა რომ დავინახე და მე იმის თქმა მინდა რომ მე რა იყო ჩემი აღშფოთების ნაღებების მიზეზი რომ ჩვენ ვეძებთ პრობლემას იქ სადაც არ არის პრობლემა ის კი არ არის რომ უცხოელები იტაცებენ ჩვენ საკუთრებას პრობლემა სწორედ ის არის რომ უცხოელებს არ აინტერესებთ აქ ფულის ჩადება არ აინტერესებთ ეს არის მთავარი პრობლემა აი ამას შარშან განხორციელებული ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გვეუბნება ხო ხო რომ ნახოთ ახლა აი ჩვენ მეზობლებთან რამდენი ინვესტიცია რამდენადაც მე ვიცი ყველაზე ნაკლები ჩვენთან იყო სოფელშიც მეტი შევიდა და აზერბაიჯანში საუბარია აზერბაიჯანს მართლა იტყვია რომ ნავთობი აქვს და იმიტომო რა არა ნავთობის გარდა და სომხეთზე იტყვია რომ სომხური დიასპორა ჩალიჩობს ხო ხო და ჩვენ არა რამდენიც არ უნდა იჩალიჩო სიტყვას გავიმეორებ რამდენიც არ უნდა იჩალიჩო ახლა ბიზნესმენს ვერ აიწყო რომ აი პატრიოტიზმი გამოწადებასა და იმის გულისთვის ახლა ხო რაღაცა გაჩუქებს რა საქველმოქმედოდ რაღაცას გაჩუქებს და საქმეს არ დაიჯერს იმიტომ რომ ის კიდე სანერვიულად გაუხდება რა თქმა უნდა ხო და ამაშია საქმე ჩვენი თავარი პრობლემა ის არის რა თქმა უნდა ჩვენთვის თავარი პრობლემა ის არის რომ აი რომ გაიარო რუსთაველზე მე სხვა შორის ბაძო აი ყველაზე კარგი ინდიკატორი მე მგონი მე მოვიფიქრე იმ ქვეყანაში იმ ქალაქში სადაც არის ეკონომიკური აღმავლობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 6 სრულიად მიტოვებული ფართი რომელიც არ მუშაობს რომელშიც რაღაც თანხები არის ჩადებული და მიგდებული რომ ფული რომელიც არ მუშაობს არის დაკარგული ფული რაგი არის 6 ასეთი ფართი 6 დავთვალეთ ეს ნიშნავს რომ კატასტროფული მდგომარეობა ჩვენ წარმოიდგენია რომელიმე ქვეყნის თავარ ქუჩაზე იყოს უზარმაზარი 6 შენობა მიტოვებული დანარჩენ მაღაზიებს 70%-იანი სეილი უწერია მაღაზიაში კაცო ვერ დაინახავ თუ კი 2006-2007 წლებში ხო აი ნუ ეხლა მე დავდივარ ბაზრობაზე არაფერი აქ ის არ მაქვს მე და მაინც ხო რაღაც ყიდულობს დავდივარ რაღაცა არის რაღაც ისინი რასაც იაბადია ყიდულობ ხო
თუკი წყლეტვაში მიწევდა სიარული, ხო? დღეს პირველი სართულის ზევით პრაქტიკულად ყველა ფართები ბაზრდება, ხო? ვაჭრობა. დღეს ვაჭრობა არ არის. ყველა თუცი აი ჩინელები ხო ახსენენ. ვაჭრობა არ არის, იმიტომ რომ ხალხი გადასულია, არ ჩავთვლით აი ამ ელიტას და მათ ახლო ნათესავებს, დანარჩენებს ისე უდგათ საკითხი, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტი რაც არის ტანსაცმელი და ის ტანსაცმელიც როგორ იცი აი რაღაც ძალიან აუცილებელი რაც მალე წვდება და დანარჩენი აი რა ქურთუკი და რაღაცეები უკვე წლები და ესე არის რომ ვერ ყიდულობს ხალხი ხო რა თქმა უნდა მეც ეს სამედიცინო მომსახურება ხო ეხლა ნუ ამძიმეთ არის სიტუაცია. ფული არ აქვს. ფული არ აქვს და არც დაბანდება უნდა. პირველ რიგში დაბანდება იმიტომ რომ არის პოლიტიკური კონიუნქტურა ბიზნესში. ქართულ ბანკის მაგალითი რო ავიღოთ, როდესაც მას თარიღური გარიგებით საკრედიტო პორტფელის 20%-ს ართმევენ, ეს ხო ნათელი სიგნალია ყველასთვის, რომ თუ არ მოხდები რაღაც პოლიტიკურ მეინსტრიმში, მაშინ დაგერხები. One party state. ხო. კითხვის ნიშნის ერთპარტიანი ქვეყანა. ეგ არის. ერთპარტიული ქვეყანა. ეგ ბუნებრივია. ცხადია რომ ესეთ მაგრამ ამას ახლა თომას დევას ლიბერალები დაუძახებენ გაზპრომის მოსყიდულს ხო თუ რაღაც უკვე იცი რა ამენადაც მე ვიცი იცი რა არის ამიტომ ამბობ რომ საერთოდ ჩვენ ესეთ შეფასებას ვართ მიჩვეული რომ როდესაც ადამიანი ამბობს იმას რისი გაგონება ჩვენ არ გვინდა ხო ჩვენ თავრობას გულისხმობ მაშინ უწყებთ იმას გაზპრომის კვალი ხო ან რაღაცა მე მაინტერესებს თემა ეს კაცი რასაც ლაპარაკობს ეს სიმართლეა თუ ტყუილია და მე გავარკვიოთ იმას ჯიბეში რა ვინ რა ჩავიდო აქ რაღაცა არის გაზპრომის დაფინანსებული თუა ბრალებში გაზპრომის რუსების კაცი თუა აპრიორი ტყუილია ეს რასაც ამბობ ეს დავამტკიცოთ და თვითონ ეს დავამტკიცოს ეს მონაცემები საიდან აქვს ხო რა თქმა უნდა დისკუსია ბოლო მოვა კაცი და გაჩვენებს წყაროს აი კვლევა წყაროს გაჩვენებს ხო იცი ანა ეს NDI რაღაცები ისიც გეტყვის რომ აი NDI-მ კი არა აი ამან ჩაატარა და ნახა რომ ისა ასევე გეტყვის ის რომ ის კიდე შენი მოსყიდულია ვინც საშენო კვლევას ატარებს ხო და გარდა მოსყიდვების და ამ შეთქმულების თეორიის გარდა თვალები გვაქვს და გავაკუთვნეთ და ნახეთ რატო წამოვიღე ხო ეს ციკლი იმიტომ რომ რაზეც მე ვსაუბრობდი და ვთქვათ არაკვალიფიციურად და დილეტანტურად ვასაბუთებ ეს კაცი წერს ყველაფერს ზუსტად ისე სოფლის მეურნეობაზე წერს რომ მაღაზიები სავსე არის რუსული, ბელორუსული და უკრაინული რძის პროდუქტით და სომხური, აზერბაიჯანული და თურქული ბოსტნეული მიშა ქალხელდეს იცნობ? არ ვიცნობ, მაგრამ ნუ იცი ვინც არის ხო? კი, ეთერ დაურეკე ეთერში სხვათა შორის. შენ დაურეკე? კი. ჩვენი ის არის, ჩვენი დარასკუტკებულია. ჩვენი დარასკუტკებულია ჟურნალისტები, მაესტროსი პირველ რიგში და პალიტრის. და წერს ესეთ Facebook-ში, რა შევამჩნიე ზოგიერთ ქალაქურ სიმღერაში თბილისს ლაზიკათი თუ შეცლი იგივე გამოვა. ნეტავსა და რის კიდევცა უძირო ლურჯი ხალას ლაზიკა ვარი მასე ტოკიო შეიძლება ტოკიო ზის დავარდების ხარეო ვა ესე იგი ეს მუხრია ლაზიკის ხო ანუ მოდი ესე თქვა რა ხო აი ჩვენმა ამიტომ ვიძახ ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს მისთვის რა არის მნიშვნელოვანი ქუთაისში გადატანა პარლამენტის და ასე ვთქვა ლაზიკის აშენება რომელიც დაჯდება 1 მილიარდიო თქვი. ხო, 1 მილიარდი თუ ამ თანხების სხვა მიმართულებით დახარჯვა. და ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი, ყველაზე კარგი არის ეს. აი, ლაზიკა ხო ძალიან მაგარია. ნუ ეგ ისა. და ლაზიკის გამართლება რითი ხდება? მართლა აი, ვასიუკი. ხო და აი რა, რითი ამართლებენ ამ ლაზიკას? ტურნირი ჩატარდება ჭადრაკში. ჭადრაკში, ხო? ანუ მოდი სადამდე შეიძლება მივიდეს მიშას სანამ არ შევაჩერებთ არჩევნების გზით. ალბათ, ხო? მე სხვა გამოსავალს. ანუ იქ უკვე 9-ს დაიწყებენ, ხო? ჯაობების დაშვებას დაიწყებენ, ხო? წარმოიდგინე ხა იქ გაუკვირდება, იქ აუკოღოებს და გომბილებს კიდევ ერთ პუნქტში ეს კაცი ასახელებს რომ იცი რა არის მარტო შენ ხა 1910 წელს აშენებულ შენობას თუ კი ბეტეკის თუ იმისი კაპაროლის საღებავით შეღებავ, ხო? ამის სანახავად აი ფრანგი ან გერმანელი ტურისტი რატომ უნდა ჩამოვიდეს ჩემთვის როგორი გაუგებარია იცი სვანეთის სანახავად ვიცი რატომ უნდა ჩამოვიდეს მოიცა ბაგრატის ტაძარს ხო უნდა აღადგინე ხა თავი არა აქ საუბარს გეუბნები იმაზე რომ აღმაშენებლები უნდა გახდეს ტურისტული ცენტრი არა მან თქვა რომ ასეთი ცენტრი კი არ გახდესო არის უკვე და ასეთი ცენტრი ევროპის არც მე ვიცი რის სანახავად ჩადიან ფლორენციაში რის სანახავ ხო
რის სანახავად ჩადიან რომში და აი აღმაშენებელი ახლა ვინმესთვის თუ ანუ იმით სარგებლობს რომ ქართულ ხალხს არ აქვს საშუალება თავად ჩავიდეს და ნახოს და შედარების საშუალება არ აქვს და ხალხთვის უბნელებს რომ აქ ევროპაში ესეთი არ არისო თუ რა არის ხო ვერ ხვდები ალბათ რა ალბათ იმიტომ რომ ნუ ეხა სარგებლობს იმ თაობას ვისაც ლიძავა და ბიჭვინთან ანახი არა აქვს ხო შეიძლება დაიჯეროს რომ თქვა ძალიან დიდ ბოდიშს ვხვდი ჩვენ აჭარელ ძმებს მაგრამ ეხა ბუნებრივი კლიმატი რაც არის ხო ვერ წაართმევ ხა და ვერ იტყვი იმას რომ ბათუმში ისეთივე ზღვა არის და ისეთივე ნაპირი არის და ბუნება როგორიც ვერ იტყვი თარფის მოჭრა რომ უნდა და ხო იცი ვაფშე აქ რომ ტირალას ფთის ეხა მე გეტყვი რა მე განათლებით ვარ ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი. ანუ ჰიდროტექნიკური ნაგებობები აი ხუდონით ჩემი მიმართულება. იყო უბრალოდ არ შემდგარი მიმართულება. და ჩვენ ვსწავლობდით ესეთ საგანს ჰიდროლოგია. სადაც ხო შავი თეთრზე ეწერა რომ ჩაკვი არის ჩაკვი არის მთელ თუ არ ვწდები ევროპაში ყველაზე წვიმიანი ადგილი. მართლა? ყველაზე ესე ეხა შეიძლება მოვიტყვი ეხა მაგრამ მთელ საბჭოთა კავშირში ნამდვილად იყო რა ყველაზე ესეთი რა ქვია ჩაქვი კონკრეტულად და საერთოდ ეს ხარი ხო ეს ხარი რაც ეხა ასე ჩვენ თვითონაც ვიცით რა ეხა მე ვიყავი შარშან ერთი კვირით და 5 დღე წვიმდა ხო ანუ არ არის ეს მაინდა-მაინც ყველაზე სერიოზული ადგილი ტურისტული ინფრასტრუქტურის გამო. იცი რა არის? მოდი ესე შევხედოთ ახლა ლას-ვეგასში სულ არ არის ზღვა, მაგრამ დადის ხალხი, ხო? ანუ შეიძლება მართლა იქ რაღაცა ისეთების შექმნა, რითიც დაინტერესდება, მაგრამ როგორც საზღვაო კურორტი, ხო? წყალტუბოს იდეა რატო მოკვდა? წყალტუბოში უნდა კაზინოების გაკეთება. ახალი ლას-ვეგასი უნდა გაეკეთებინეს მართლა. ჯერ ხო რუსთავში უნდა. ხო, რუსთავში. ეს მეგონი ეს დეზერტ, ხო იცი ეს უდაბნოს რომ მიდიხარ. მაგრამ მე ეროსი არის რუსთავიდან და მამუკა და არ მოეწონა იგი. და წყალტუბოში უნდათ მართლა ოღონდ რა და არ გამოვიდა. არა, რეალურად ეხლა ტურისტული თემა საქილიკო არ არის, უბრალოდ ესე არ წყდება როგორც სააკაშვილის ერთ დღეში უნდა. მაგას უნდა შესწავლა და ის პოტენციალი რომ რითი უნდა 5 მილიონი ტურისტი შემოვაო. ხო და აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული. 5 მილიონი ტურისტი. დასაბუთებული არ არის, არა. ხო და ესე მეთოდადაც ვიცი წელს მოაკლდა უფრო აჭარას ვიდრე შარშან. კი წელს აჭარულები ტურიზმი. მოდი ეგრე ვთქვა, კისი ბაძო კიდე რა შესაქმე. ჩვენი ბრალიც არის რა. სერვისი არიციან ქართულები. ჯერ. მაგრამ სერვისის გარდა კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. აი მე ერთი ვიყავი და პლაჟი არ არის იმ ხარისხის. წყალი და პლაჟი არ არის იმ ხარისხის. ეხლა მე ნამყოფი ვარ ოქროს ქვიშებზე, ვარნაში, ნამყოფი ვარ იალტაში. იმ დროინდელი ადამიანი ვარ და ეხლა თუკი ყველგან იქნება თანაბარი ინფრასტრუქტურა, როგორც საზღვაო კურორტი, ეს ვერ გაუწევს კონკურენციას. მაშინ რაღაც განსაკუთრებული აი მაგას ხო რაღაც აი არ ვიცი. ანუ აი ეს მიმართულება რომ იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლას-ვეგასში სულ არ არის ზღვა, მაგრამ არის სხვა რაღაცა. და სერვისიც აი ძვირია, ძვირი. გემრიელი არ არის. და რა ძვირი არ ჯერიმის სერვისი ვერ იღებ, ხო? აი ზიხარ კაფეში და არ მოდის ოფიციანტი კარგია რეკლამის ასე ვთქვათ სწორად წარმართვა სარეკლამო კამპანიის მაგრამ თუ ადამიანი იმას ვერ მიიღებს რასაც დაპირდები მეორედ აღარ ჩამოვა კარგი დავიდავანებოთ ჩვენ შემოქმედებაზე ვილაპარაკოთ როგორ მინდა ალბომის გაყიდვების ან დარასკვნების არა გაყიდვა არც იქნება მე მგონი არა სიმღერა შეასო და არ ქონდა გაყიდო ლოგიკური არის ეს პრინციპში მაგ ეტაპზე ჯერ არ გადავსულვართ 7 სიმღერა არის ჩაწერილი, მუშაობთ კიდე. მოვადო, როცა ჩაწერ სიმღერას გავძეხი. არა. არასდროს არ არის თემა რა სასიმღერო რა. ანუ როცა აღარ მაგაზე ჯერ ხიპებს დაცინოდნენ პანკები, რომ აი გაწყნენ და როლს-როისებში ჩასდნენ და აღარ აინტერესებთ ეს დახეული ჯინსები, უბრალოდ ის გახდა ბუტაფორია და სინამდვილეში ყველა მილიარდელი გახდა რა. მე პანკები ეს ნაჯახური სიმბოლიზმი. ამართლებს შენი აზრით? აი რაღაც ხო გესმის არა? ცოტა არ გეხამუშება პირდაპირ ესე. რა. შია პირდაპირ ნაჯახური რა. ვიცი რა არის მაგ თემაზე ყველაზე ისეთი კრიტიკოსი მყავს ჩემი ცოლი და რომელიც აი ხელოვნებაში არ უშვებს ამ იმას და ფიქრობს რომ ის მაგრამ ალეგორიულად უნდა გააკეთო ყველაფერი მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და აი ეს არის რა ჩემი ამოძახილი. აი ზუსტად ესე საკმაოდ კონკრეტულად და ესეთი ძალიან მაგარია ჩვენ საუბრობთ ქეთო და კოტეზე არის უსმინე თუ რა. შენ მე ვთქვი რომ ეს არის უნიჭობა, თქვი რომ ეს გოგონა რომელიც ქეთოს ანსახიერებს არის კონიუნქტურულად ყოფი და არის ნუ სახელმწიფო აგიტპროფის ყველაზე ერთ-ერთი უნიჭო მაგალითი რა. ზოგადად ეს ქართულ ეგრეთ წოდებულ შოუ ბიზნესას ეს ჭირს
მე მიგვის როკერებს რა დაემართათ, ეხლა ერთია ფოთოლას ჯინსები აცვა და ამაში ფული აკეთო, კაი, გასაგებია, მაგრამ რაღაცა ხო უნდა დაწერო მაინც ახლა. გააკეთო. იცი რა არის, თუ კი მას გავითვალისწინებთ, რომ ეს სახელმწიფოს მოწყობილი კონცერტები არის ერთადერთი საშუალება, სადაც ისინი შეიძლება გამოვიდნენ და გარანტირებული თანხა მიიღონ, ალბათ ყველა იმაზე ფიქრობს, რომ აი მე ის წელიწადში ერთხელ არის თუ 5 ჯერ არის თუ 7 ჯერ ხო, როცა ეძახიან ზაფხულში, ბათუმში, ახალწელს იმასე, აი იმის დაკარგვაც არ ხო, მაგრამ რას ვღერიან, საოცრებას ვღერიან. ხო და ამას არის სწორედ შე რაზეც საუბრობდი, ეხლა რომ მოდიოდი გზაში, ხო, ჩავრთე და გისმენდი, რამოდენიმე მსმენელს ესაუბრებდი. სწორედ მაგაშია საქმე, რომ როდესაც იმას თავის პროდუქცია გასაყიდი ექნება, ესე დაუდგება საკითხი, ხო? და შევა აი კონკურენტუნარიან ბაზარში, ხო? მაშინ უკვე ძალაუნებურად უნდა გააკეთოს ის. ეხლა აი ეკონომისტები იქნებიან განსაკუთრებით ჩვენი იმის მართველი გუნდის წარმომადგენლები სწორედ ასე ამბობენ ხოლმე რომ აი სოფლის მეურნეობის პრობლემებზე რო საუბრობთ ეს არ არის ქვეყნის საქმე და ეს თვითონ უნდა განვითარდეს და ის ამიხსენი მაშინ რატო არის შოუ ბიზნესი ქვეყნის საქმე და იგივე ქეთო და კოტეში რატო უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ამხელა თანხა დააბინაზოს ხო ამხელა თანხა რაღაც სასწაულებს ამბობენ თვითო კოსტიუმი 20,000 თუ რაღაც არ ვიცი ხო ვერ გეტყვი მაგრამ რასაც ხალხი საუბრობს თუ არ არის ესე დაასაბუთონ თუ ესე ის დაასაბუთონ მოკლედ აი ეს გაუგებარი თემა არის თუ კი მიმართულებით შეიძლება მე ვიცი ერთი რამ რომ ჩვენც გამოვედი ჩარშან ესეთ კონცერტზე ზოგმა გაგოკრიტიკა რომ თუ ესეთ პოზიცია არ უნდა გამოხვიდე მე ვთვლი რომ ის კონცერტი ვაკის პარკი გამოვიდოდა თუ არა მაინც შედგებოდა რა კონცერტზე გამოხვიდე აი 2000 11 წლის 7 იანვარს იყო კონცერტი, საკმაოდ ბიუჯეტიანი კონცერტი, ესწრებოდა 150 კაცი. 150? კი, აი მითხარი, აზრი აქვს ესეთ კონცერტს, რომელზეც იხარჯება 50-60,000 ლარი. მიშტანდად გამოხვედით? 15 მონაწილე იყო თუ არ ვცდები. ჩვენ ორი სიმღერა ვიმღერეთ, მათ შორის ერთი საპროტესტო შრომის ბირჟა. ხო, და ვინ იყო დარბაზში? დარბაზი არ იყო, ღია იყო მეიდანზე. მეიდანზე, ხო და პატივცემული გვამებიდან ვინ ესწრებოდა? მე მგონი არავინ. გულავა თვითონაც არ დაინტერესდა. 150 კაცი იყო. აქედან albათ ნახევარი მონაწილეები. ნახევარი მონაწილე, ხო? ეგ ანუ არ აინტერესებდა ხალხს ესა? არ აინტერესებდა. აი ეს ფესტივალები რა სტარტდება ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ხო? რამდენი ჩატარდა, ხო? აი რა თანხები დაიხარჯა და რამდენი კაცი ესწრებოდა დათვალე და მიხვდები, რომ თვითონ კაცის მოყვანა სახელმწიფოს უჯდება 500 ლარი დაახლოებით. თვითონ კაცი მოასმენოს. აკეთ რომ მოასმენოს. აკეთ რომ მოასმენოს. და თან ისა რა ქვია, აბსოლუტურად თავისუფალი იყო დაწრება, ხო? რამდენიც მე ვიცი. მე მგონი იქ კი რამდენადაც ვიცი ალტერვიზიაზე იყო გადასახდელი. რამდენიმეჯერ არ იყო, როცა იქ იყო თუ არ ეს ალტერვიზია ხო, იმიტომ შექმნეს რომ ევროვიზიაზე რო არ წავიდნენ, მე ამათ გააკეთეს ალტერვიზია. ხო, ის კიდე ცალკე გადაყრილი ფული ის. ევროვიზია. ეხლა გონიერი კაცი რო დამჯდარიყო იქ, ხო, საბჭო როცა შეიქმნა. ის იტყოდა რომ ამ სიმღერას არ გაუშვებენ. რომელს? ნიჟარაძეს. We don't want Putin. არა, ნიჟარაძეზე რომ. არა, დაიბლოკა ალტერვიზიაზე არ წავე, რატო ესა შეიძლება მანამდე იყო ეს იდეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა, ამათ ხო იქ წასვლა არ უნდათ, ამ სკანდალი უნდათ, რომ აი. ხო, და ამ სკანდალში რამდენი დახარჯა ქვეყანა? ბევრი ძალიან. ეს ხო, წესია ესეთი, რომ აი we don't know Putin. მე რაღაცას 20 ლარის გაფლა იმისთვის, ჯიბეს ჩადებისთვის 15 წელი და რაღაცა. 15 წელი კი, ხო და თვითონ მილიონი ისე შეუძლიათ ბიუჯეტიდან გადააგდონ. ხო, კარგი. აქვს პერსპექტივა ქართულ შოუ ბიზნესს, ანუ ქართულ შოუ ბიზნესს თავიდან. მოდი ასე ვთქვა, რომ თუ შეეშვება ყოველთვის სახელმწიფო. და ნუ იცი რა არის, ჩვენ ეხლა მოვიყვანეთ მაგალითები, რომ 25% აცხადებს, რომ შეა და 42%-ს ასე თუ ისე ახერხებს გამოკვებას და ტანსაცმლის პრობლემა აქვს. ბილეთებს ვერ იყიდის ხალხი. ხო, ამიტომ ეხლა იმ გაანგარიშებით, როდესაც თუ არ ვწდები სადღაც 14-15,000 ლარი ღირს დიდი დარბაზი. ხო. რა თქმა უნდა, იმათთვის შეიძლება სხვა ფასი აქ ან სახელმწიფო უხდის, როცა ისინი გამოდიან. ხო. მე ამას მიუმატე ის ხარჯები, სარეკლამო ხარჯები. მე ამას მიუმატე კიდე რაღაც ბევრი რაღაცა. ხო, უამრავი. მე გადასახადები გადაიხადე და რამდენჯერ შეიძლება შეხვიდე დიდ დარბაზში და რამდენი თანხა წამოიღო, ეს დავთვალოთ და მიხვდები, რომ უახლოეს პერსპექტივაში ჯერჯერობით არა. რა თქმა უნდა, ისე როგორც თავის დროზე იყო აბა, ისე როგორც იყო რამოდენიმე კიდე ანსამბლი, ნუ გამოჩნდება ისეთი მუსიკოსები, რომლებიც ამ თავის პროდუქციას გათვლიან იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთაც გავიდეს, მაგრამ
ხშირ შემთხვევაში უსვავ შეკითხვას, აი შენთან თუ ვერ ხდი სიმღერას პოპულარულს, ის როგორ უნდა გაიტანო გარეთ? ხო. აი იგივე ვთქვათ ევროვიზიაზე ჩვენი კონკურსანტები. აქ არ არის ხიტი. ხო, რა სიმღერებით წაიღეს 5 სიმღერა, ხო? აქ არც ერთი ხიტი არ გვასმენინეს 150 ჯერ და მელოდია ვერ დაგვამახსოვრეს. და საკონკურსო სიმღერა როგორ არის, ხო? პირდაპირ ერთი მოსმენა აქვს იქ ადამიანს და იმით უნდა მოახდინოს შტაბ-ბეჭდილება. არა, არც ჯერ მოსმენი და ვერც შესავალი გავიგე. ხიტი არ გახდა, ხო? ხიტი არც ერთი არ გახდა და იმათ როგორ უნდა მოახდინოს. რა თქმა უნდა, მოუგლია. არა, საერთოდ ხიტის შეგრძნება დაკარგულია. აქაც ის არის, იმიტომ რომ ერთი გუნდი არის, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩაგდებული აქვს ხელში, რომ ჩვენ ვიცით და თქვენ არა. თქვენ ვიცით. ხო, მაგრამ აღარ მინდა ამ ნიუანსებზე ლაპარაკი. ეს არ გაგრძელდება. თითოეული ეს კონკურსი როგორ ჩატარდა, ყველამ კარგად ვიცით. ხო, ეს არ გაგრძელდება. ვიცოდი ყველა ვინ მიდიოდა, რა სიმღერა მიდიოდა. ხო, არ გაგრძელდება ეს დიდი ხანი რა. ხო, ამისათვის ვიცით რა არის ელდრაინი არის ვიცით რა არის საჭირო. ჩვენ ვიცით არჩევნებზე უნდა მივიდე და შემოვხაზოთ სხვა. უნდა გავაგებინოთ. შემოვხაზოთ სხვა ვინმე. ისე რომ გავიმარჯვოთ და გადავჭრით. ბაძო, ზაზა, ხუთიშვილი არის ჩვენი ტელეფონის ნომერი კი არა ჩვენი სტუდიის სტუმარი. ტელეფონის ნომრებზე აღარ გამოაცხადე, იმიტომ რომ საინტერესო საუბარი შედგა შენთან. დიდი მადლობა ბაძო იმისთვის რომ მოხვედი. თავს იცი ირჩევ. ნუ ახლა არ არის სასაუბრო ჩემ შემოსავლებზე და პრინციპში ხო, მაგრამ მუსიკით არა, ხო? არა. არა, მუსიკით ერთადერთი აი შაბათს მივდივართ პარასკევს ღამე მივფრინავთ ბაქოში, სადაც პრაქტიკულად ინგლისურენოვანი ვინც არის იქ, ხო? აი ბიზნესი, მენავთობეები, საელჩოები, პრაქტიკულად ჩვენი ფანები არიან, იმიტომ რომ 2000 წლიდან დაახლოებით 25 კონცერტი გვაქვს. აქ პირდაპირ ვიტყვი რომ მე არ მიყვარს აფიშირება, აი ბაქოში კონცერტი ჩავატარე. ბაქოში რო ჩავალ და იმის ცენტრალურ დარბაზში თუ გამოვალ, მე ჩამოვალ და ვიტყვი რომ ბაქოში ჩავატარე კონცერტი და როცა რაღაც ერთი ქორწილში ხარ ხო რა კორპორატიულ საღამოზე ხო ეს ცოტა ისეთია რა ახლა უხეხულია რომ პარიზში კონცერტი მქონდა თქვა და ერთ კლუბში დაუკრა სადაც 100 კაცი იყო ხო რა თქმა უნდა არ არის ეს არა მე მგონი პარიზში რომ 100 კაციან კლუბში დაუკრა მაინც იტყვი რომ პარიზში დაკრული მაქვს პარიზში არა მაგრამ გერმანიაში ძალიან სოლიდურ კლუბებში მაქვს დაკრული და არც მასალა ჩამომიტანია და არც რაღაც შენი რეპერტუარი გაქვს დაკრული თუ არა იქ ეხა იქ ეხა ამდენ ინგლისურენოვან ადამიანს რო შენ 3 საათი განმავლობაში ქართული სიმღერები გასმენო ბოლოს გესრიან არა სროლით არა მაინც კულტურული ხარია მაგრამ შეიძლება ერთი-ორი დაუსტინონ დიდი მადლობა რომ მოხვედრით ჩვენ და ვაკის პარკის შემქმნელი და უფროსი ზალხუჩვილი ბაძო იყო ჩვენი განაცემის სტუმარი ჯგუფხელი, ხო, ვაკის პარკის ჯგუფხელი. გამგე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ დილის 8 საათზე. დღეს იქნება სუბიექტური აზრი აკრედიტაციის გარეშე და რა ვიცი, აი ესე 9:30-ზე უკვე, ხო, 9:25 წუთზე გავდივართ ეთერში არა 8-ზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო და მე